პირველ რიგში მინდა ვახსენო ის ფაქტი, რომ მე ამ სკოლაში ბაღიდან მოყოლებული ვარ, ასე რომ ძალიან ბევრი ეტაპი მაქვს გამოვლილი. ყველაზე მეტად რაც სამახსოვრდა და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც გამოვიარე ეს იყო საერთაშორისო პროექტი, გაეროს მოდელირება. ჩვენ ნიუ-იორკში ვიყავით წასულები, რამდენიმე მოსწავლე სკოლიდან. ეს იყო შთამბეჭდავი, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ამ პროექტით. მე ამ სკოლაში გრანტით მოხდი. მაისში, ამ წლის მაისში დავწერე გამოცდები ინგლისურში, ქართულში, მათემატიკასა და ქიმიაში. და რამდენიმე კვირის შემდეგ მომივიდა პასუხები და 50%-იანი გრანტი ავიღე და ნებისმიერ თქვენგან შეუძლია ამ გრანტის პროგრამაში მონაწილეობის მიღება და ვფიქრობ ძალიან კარგი შესაძლებლობა ნებისმიერ მოსწავლისთვის. ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრ პროექტში მე მივიღე მონაწილეობა. გარდა შიდა სასკოლო პროექტების ამაც ასევე მონაწილეობა მიღებული ძალიან ბევრ საერთაშორისო პროექტში. ერთ-ერთი პროექტი იყო წელს საერთაშორისო კინოფესტივალი „აჭარული კინოამბები“, სადაც გაიგზავნა ჩემი მოკლემეტრაჟიანი ფილმი სახელწოდებით „ემიგრანტი დედა“, რომელმაც გაიმარჯვა და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ერთ-ერთი ჟიურის წევრისგან. და შემდგომ გაიგზავნა მისი ინიციატივით გერმანიაში საერთაშორისო ფესტივალზე. ძალიან კარგი შესაძლებლობაა ეროვნულ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება. სკოლა თითოეულ მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, რომ გამოავინოს საკუთარი შესაძლებლობები, საკუთარი ცოდნა ამ ოლიმპიადაში და მიაღწევს მაღალ შედეგს. გუშინ გავედი მე ქართულის ეროვნულ ოლიმპიადაზე და საკმაოდ კარგი შედეგიც დავგე. და მეორე ტურში გადავედი. მინდა ვთქვა ის ფაქტიც, რომ საერთაშორისო პროგრამა SAT ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის არის უფასო და მე აი ზუსტად ამ პროგრამამ მომცა იმის საშუალება, რომ ჩავრიცხულიყავი ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სტიპენდიით. ეს ნამდვილად დაუწყარი ემოციები იყო ჩემთვის და ასე ვთქვათ, არა მარტო წლევანდელი რამ მაკავშირებს ამერიკასთან, ასევე მახსოვს მეხუთე მე-6 კლასში ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულმა ჩამოიყვანა გადამღები ჯგუფი ჰოლივუდის. ხო, ჩვენი სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. მეორე ხარისხოვანი როლი კი გქონდა, მაგრამ ეს იყო აი მართლა რაღაც საოცარი გამოცდილება. პატარა ვიყავი თან და აი არ მჯეროდა რომ ჰოლივუდის ფილმში ვიყავდი მონაწილეობას, თუნდაც რაღაცა მეორე ხარისხოვანი როლი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესმე მეც ისეთივე წარმატებული გავხდები, რომ ჩვენ სკოლას ასეთი დიდი, ასე ვთქვათ, პროექტი ჩამოუტანა, თუნდაც ჰოლივუდიდან, თუნდაც არ ვიცი ამერიკიდან ნებისმიერი რაღაც, იმიტომ რომ კარგად იცით რომ ამერიკა არის ჩემი ძალიან დიდი ოცნება და ნახოთ რა გამომივა.